გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით, მე ვარ გიორგი და ეს არის არხი იდეა პორტალი. ცნობილი ფაქტია, რომ კორეელებს არ აქვთ ეგრეთ წოდებული მესამე ტიპის პირობით დამოკიდებული წინადადება. მაგალითად, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში ასე რომ მომხდარიყო. ამ დროს არ განიხილავენ რა. ეხლა რამდენად ეს ნაკლია ენაში თუ არა, მაგაზე ბევრს არ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ უბრალოდ ეს ენას განსაზღვრავს ადამიანის ერის მენტალიტეტი, ხო? ერის ფსიქოლოგია, ფსიქომენტალური კონსტიტუცია. არ ჭირდებათ და არა აქვთ. შეიძლება რაღაცნაირად ახსნა, რომ რა აზრი აქვს ასეთ რაღაცაზე საუბარს, თუ რაც არის იმას ვერ შევცვლით, ხო? ამას აღარ ჩაუღრმავდები ამ მომენტს. სამაგეროდ ქართველებს გვაქვს ასეთი გამოთქმა, დროის ასეთი ფორმა და დრო და დრო ამას მივმართავთ ხოლმე. რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ეს რომ ყოფილიყო ასე, ან ქვეყნის ცხოვრებაში, ან თქვათ ცოლის ცხოვრებაში და ასე შემდეგ. რა დანიშნულება აქვს ზოგადად ამას, რომ კარგად გავიაზროთ ის მომენტი, რაშიც ახლა ვიმყოფებით, რაც მოხდა. ფარდობითი დანიშნულება. შეიძლება ჩვენ გვეგონოს, რომ მაგალითად ასე რომ ყოფილიყო, სხვა რაღაც მოხდებოდა და სინამდვილეში იგივე მოხდეს, მაგრამ როდესაც ესე იგი ვარიანტს განვიხილავთ და ვერსიას განვიხილავთ, ხო? გვეძლევა შედარების საშუალება. ფარდობითი დანიშნულება აქვს ამ ყველაფერს, ხო? ხოლო ამ შედარების საშუალებას კი შეიძლება დიდი მიზანი ქონდეს და არსებითი დანიშნულება ქონდეს იმ სიტუაციაში, რაშიც ვიმყოფებით, იმიტომ რომ გავაკეთოთ თუ მსგავსი რაღაც განმეორდა, გავაკეთოთ სწორი არჩევანი. მაგალითად, კარგი მაგალითია ის, რომ დღეს ხშირად ვიმეორებთ ილია ჭავჭავაძის ფრაზებს, ხო? იგივე თქვათ ბედნიერი ერის თემა, იგივე გზავრის წერილებში გამოთქმული სიბრძნეები და ფრაზები და ასე შემდეგ. რატო? კითხვა ჩდება, კაცი ცხოვრობდა 130 წლის წინ და იმ დროს რა პრობლემებზეც საუბრობდა, ზუსტად ერთი ჯდება დღეს ის ჩვენთან, ხო? ერთი მხრივ შეიძლება ქართველმა იამაყოს, რომ როგორ ბრძენი და ჭკვიანი ყოლიაო, რომ 100 წლის შემდეგაც გვადგება იმის სიტყვები, მაგრამ მეორე მხრივ დაუფიქრდე, ამაში საამაყო პრინციპში დიდი არაფერი არ არის. იმაში კი არა, რომ ის ბრძენი ადამიანი იყო, იმაში რომ 100 წლის მერეც გვჭირდება ის სიტყვები. სხვაგვარადაც რომ თქვათ, ილიას რომ ცოდნოდა, რომ იგივე დარიგება 100 წლის მერეც დაგჭირდებოდა, თლად კაი ხასიათზე ვერ დადგებოდა, ხო? და შეიძლება ბევრი რაღაცა სხვანაირადაც ეთქვა. ის კაცი ლაპარაკობდა იმ დროს რა პრობლემებიც იყო. და გვარიგებდა ისე, რომ იმ დროს ეს პრობლემები გამოსწორებულიყო. ერთი და იგივე სიბრძნე და დარიგება, რომ კაცს 10 წლის წინ და 10 წლის მერე ჭირდება, ხო? რომ რაღაც შეასწრო. ესე იგი რაღაცა ცოტა თავში ვერ გაქვს, პრობლემა გაქვს, ხო? რბილად რომ თქვა. იგივე ეხება ერთსაც. და რატომ არის ეს, რატო ხდება? საქმე რაშია, ჩვენს ისტორიაში ეს 70 წელი, ილიას პერიოდიდან, მერე იქ რაღაც 10-15 წელი და ასე შემდეგ, ბუფერი ასე ვთქვა. იქიდან დაწყებული, აქ სანამ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, ხო? აქამდე არის ამოჭრილი. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში, ამ 70-80 წლის პერიოდში დავიძინეთ, აბსოლუტურად არაფერი არ გაგვიკეთებია განვითარებისთვის და გავიღვიძეთ 90-იან წლებში. და დაგხვდა იგივე სიბრძნეები საჭირო, რაც იყო ამ 80 წლის წინ, რასაც ამბობდა ილია ჭავჭავაძე, ხო და სხვა ბევრი საზოგადო მოღვაწეები. იმის შემდეგ ამ 70 წლის განმავლობაში ჩვენ არ განვითარებულ ვართ. მენტალური ტრანსფორმაციები არ განგვიცდია. იმისაც რომ ის დარიგებები გაგვეტარებინა ცხოვრებაში და საჭირო აღარ ყოფილიყო, ხო? იმიტომ არის სამწუხაროდ ის ყველაფერი დღეისათვის ერთ-ერთი იმიტომ ჯდება, რასაც ილია გვეუბნოდა და გვარიგებდა. ჩვენი მდგომარეობით ბოლო 30 წელი, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო სხვა გარემო დაგხვდა, რომ გავიღვიძეთ, ხო? სხვა ევროპა და სხვა დასავლეთი დაგხვდა, სხვა აზია, სხვა ამერიკა. მიუხედავად მაგისა, იმ პროცესებს მაინც გავდივართ. ბავშვის დაბადებას 9 თვე ჭირდებაო, მიუხედავად იმისა, ერთი ქალია ორსულად თუ რამდენიმეო რა, დაახლოებით იგივე თემა. რომ დაიბადოს ახალი საქართველო და საზოგადოება, სამწუხაროდ რაღაცები გასავლელია ისევ. რაღაც ნახტომი კი გავაკეთეთ 2000-იან წლებში, მაგრამ გამოჩნდა, რომ არ შეგვიძლია თავს გადავახდეთ რა, სამწუხაროდ. ვიღაცებს შეუძლიათ, ვიღაცებს არ შეუძლიათ. ისევ როგორც ადამიანებში, ხო? ზოგს სწრაფად შეუძლია შეიცვალოს, ზოგს ნელა. ცნობილია ნეირომოქნილობა, ნეიროფლექსიბილიტი, ელასტიურობა, ხო? ესე ფენომენია რა, ახლა ადამიანის მახასიათებელი. რამდენად სწრაფად შეუძლია სიახლის მიღება და გათავისება. ეს ჩვენი 80 წელი, რადგან ამოჭრილია, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მონურთ მდგომარეობაში, ჩვენ გვიქმნიდნენ
კომფორტს ჩვენ ჩაგვაყენეს კომფორტის მდგომარეობაში. კომფორტის და მონური მდგომარეობა არის კომფორტის მდგომარეობა. როდესაც არის კომფორტი, აღარ აზროვნებს ადამიანი და აღარ ვითარდება შესაბამისად. და ადრინდელ ვიდეოებში მე ბევრში მაქვს ამ თემაზე ნალაპარაკები, რომ არ არსებობს ერთ ადგილზე დგომა, ან უნდა იარო წინ, ან უკან მიდიხარ რა თუ გაჩერდები. შეიძლება ითქვას, რომ 80 წლის განმავლობაში რაც მოხდა, ისევ იმ ინტელიგენტი ხალხის ვინც შემორჩა, დამსახურებაა, რომ რაღაცეები, ასე ვთქვათ, ხალხის მოჭიდების პრინციპით შევინარჩუნეთ რა. იგივე ვთქვათ 56 წლის გამოსვლებით, იგივე 70-77-ში იყო ხო? ენის თემა რო ენას ვიცავდით. აი ეს მომენტები რო იყო პატარა გამონათებები. იმ ინტელიგენტი ხალხის დამსახურება, რომელიც გადაურჩნენ რეპრესიებს და აი გამოძვრენ რა, გარდა იმისა, რომ ესე პირდაპირ გულანთებული და ისეთები იყვნენ 20-30-იან წლებში, რომელიც შეეწინნენ, ასევე იყვნენ ხალხი, რომელიც მოხერხებული იყო და ქიციც რომ ესმოდა და ქიცმაც ურიც და აქეთ რომ გამოძვრენ რა, აქეთ ცივი ომის პერიოდამდე რომ მოაღწიეს. ანუ ეხლა იდეა რაში მდგომარეობს, რომ დაუშვათ არ შემოსულიყო ეს საბჭოთა კავშირი, ხო, რა მოხდებოდა? ორი სიტყვით რომ ჩამოვაყალიბოთ. ის რაც გავიარეთ 90-იანებში, გავივლით დაახლოებით 20-იან წლებში. ის ჟორდანიის მთავრობა, ხლად ვიცით, ეხლა ბევრს დადებითი დამოკიდებულება არ გვაქვს მასთან, იმიტომ რომ მას ასე ვთქვათ, დიდი ბრძოლისა და ტანჯვა-წამებით და რეპრესიების გამოვლით იქ არ მოსულა, რაღაცეები იყო კი ელემენტები მეფის რუსეთიდან რაც მოდიოდა, მაგრამ სამაგიეროდ დაპირისპირება იყო შიდა ძალებთანაც, ეროვნულ ძალებთანაც. ეხლა ამ თემებს სიღრმეში არ წავა, გასაგებია და გარჩეულიც არის სხვა ინტერნეტ რესურსებში. ეს თავრობა რაღაცნაირად მოხდა ისე რომ დაინგრა მეფის რუსეთი დაეცა, მოხდა ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია და სანამ გადაეწყობოდა ეს რუსეთი როგორც პოტენციური იმპერია, პოტენციური საბჭოთა კავშირი, შემთხვევით მოხდნენ ეს ხალხი ქვეყნის სათავეში რა, იქ რაღაცეები გაკეთდა, გამოცხადდა დამოუკიდებლობა, ყველამ ვიცით ისტორიიდან, მაგრამ ამას მაინც ჰქონდა იმის ხასიათი, რომ აი ბავშვი ფეხს იდგავს და უფრო იქცევა ვიდრე დადის. და რომ არა საბჭოთა კავშირი, რომ არა ეს წითლების ესეთი აქტიურობა, რუსეთი რომ წარმოვიდგინოთ წასულიყო თავის გზით, იქ სხვა რაღაც ძალებს გაემარჯვათ და ეთქვათ ერთჩვენიერ დღეს, მოდი არ გვინდა ეს რაღაც დამატებითი პერიფერიები, ჩვენსაც გაუფრთხილდეთ, განვითარდეთ და ვიყოთ დასავლური ტიპის, ბურჟუაზიული ეგრეთ წოდებული ტიპის განვითარებადი ქვეყანა და ნუ გავაკეთოთ ის, რასაც აკეთებენ კაპიტალისტები. და ეს კომუნიზმის შაბნელი მხარეები დაენახათ თავი რა. საქართველოს დარჩებოდა მხოლოდ პატარა მეზობლების გარემოცვაში. იქ ახლა არის თურქეთის ფენომენი, თურქეთი ცოტა გვიან დაიძრა, ხო? ანუ 20-იანი წლები იქნებოდა დაახლოებით იგივე, რაც ჩვენ ქონდა 90-იანი წლები. შიდა გარჩევები იქნებოდა სამოქალაქო ომებიც აუცილებლად, იმიტომ რომ თანამდებობის გადანაწილება იქ, ახალი აზროვნება იქ, ამხელა იმპერია მეფის რუსეთი დაინგრა, იქ ინტელიგენცია შემორჩა, იქ უნივერსიტეტის დაარსებები, ეს ხალხი ანუ თავის პოზიციას დაიჭერდა, ხო? გაიყოფოდა საზოგადოება, მაგრამ იმ 10 წელიწადში, 15 წელიწადში ეს გადაიხარშებოდა ყველაფერი, დაალაგდებოდნენ და მოვიდოდა მთავრობა, რომელიც დაიწყებდა უკვე აღშენებულობას. გულისხმობ იმას, რომ ამ შემდგომი 30-40 წლის განმავლობაში ხელს ასე აშკარად და ასე ვთქვათ, ძალადობრივად არავინ არ შეგვიშლიდა, რომ დაცაპყრობა შემოსულიყო, ან ტერიტორიები წაერთმია, ან ხელი შეეშალა ჩვენი განვითარებისთვის. ერთადერთი პრობლემები რაც გვექნებოდა მეზობლებთან დალაგება. სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩრდილო კავკასია, თუ რა თქმა უნდა ისინიც თავისუფლები იქნებოდნენ და არ იქნებოდნენ რუსეთის შემადგენლობაში. ისინი მოახერხებდნენ რაღაცნაირ ორგანიზებას, მართალია მცირე ერებისთვის ცოტა პრობლემურია ეს, მაგრამ თუ შესაძლებელი იქნებოდა ასევე ჩვენთვის ქართველებისთვის საოცნებო კავკასიური სახლის რაღაცა ფორმით შექმნა, რომელიც ძალიან მტკივნეული თემაა, რამდენადაც მაგარი რამეა, იმდენად აი იმხელა ბარიერებია ამასთან, რომ რა ვიცი, მე პირადად სკეპტიკურად უყურებ ამ თემას რა, კავკასიური სახლის თემას. ასე თუ ისე, ასეთი მონოლითი ნამდვილად შექმნიდა ამ რეგიონში პოლიტიკურ ამინდს, ნამდვილად და არა მარტო პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ და სამხედრო სპეციალიზაციითაც. რაღაცნაირად დალაგება მათთან ურთიერთობა. ესენი იქნებოდა ჩვენი საგარეო პრობლემები.
იმ 20-25 წლის განმავლობაში, ხო? სამაგიეროდ დაიწყებოდა რა? ფიქრი იმაზე, რომ ქონოდა შიდა წარმოება, გამოგვეყენებინა რესურსები. აუცილებლად დავკავშირებოდით ევროპას, ბიზნეს კომუნიკაცია განვითარებულიყო, გვეწარმოებინა პროდუქტი, დაგვენახა ჩვენი უპირატესობები, რა უპირატესობები ქონდა წარმოებაში, განგვევითარებინა იგივე თქვა ჩაის ბიზნესი, ღვინის ბიზნესი, პურის ამის ექსპორტი, რა თქმა უნდა, იგივე თქვა მადნეულის და ასე შემდეგ, რაც ქონდა და რა თქმა უნდა წამოვიდა ასევე ტურიზმი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა განვითარდებოდა. ასე რომ დაახლოებით 70-იანი, 60-იანი, 70-იანი წლებისთვის ჩვენ უკვე ვიქნებოდით ქვეყანა, რომელსაც ექნებოდა შიდა წარმოება. კარგი კეთილმეზობლური ურთიერთობა, ხო? ტერიტორიები აფხაზეთი და სამაჩაბლო იქნებოდა რა თქმა უნდა ჩვენ შემადგენლობაში. ალბათ სავარაუდოდ ეს უკვე პროფესიონალების საქმეა, ექნებოდათ ავტონომიები, მაგრამ კომუნიკაცია იქნებოდა უმაღლეს დონეზე. განვითარება იგივე რაც ჩვენთან, ხო, საქართველოში. შემდგომ დაიწყებოდა უკვე შეიძლება დაწყებულიყო პრობლემები უკვე სხვა ტიპის, როგორც თანაბარ უფლებიანი შვეიცარიის დონისა და ნებისმიერი სხვა ევროპული დონის სახელმწიფოს მსგავსად თანაბარ უფლებიანი ჯარის და შეიარაღების მქონე ქვეყნის მიმართ საქართველოზე მაქვს საუბარი გარკვეული პრეტენზიები ბიზნესთან დაკავშირებით შეიძლება ამ აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით სამხედრო და ძველ ტერიტორიაზე შეიძლება უკვე გაჩენილიყო პრეტენზია ქონოდა თქვათ იქ სამცხე-ჯავახეთის ხარეს ტერიტორიებზე თქვათ იქ საინგილოს ხარეს და ასე შემდეგ რაღაცეებზე ალბათ დაგვეწყო ლაპარაკი. შეიძლება რაღაცები წარმატებული ყოფილიყო გამომდინარე იქიდან ეს იქნებოდა კეთილმეზობლური ურთიერთობა თუ არა. იმიტომ რომ ამ დროს უკვე გვექნებოდა უნარი სპეკულირების ჩვენი შესაძლებლობების და რესურსების. ამაზე უკვე ვიქნებოდით დასპეცებულები. დღეს გავსი არაფერი არ ხდება. თუ რავი რაღაც ქვეყანამ არ გადაგსანსლა, ალბათ გამომდინარე იქიდან რა სიტუაციაც არის ერთი 20-30 წელი კიდევ გჭირდება რომ აი ხა რაზეც საუბრობ ამ დონემდე მივიდეთ. ანუ ავტორიტეტი გქონდეს მყარი, ამაზეა საუბარი. ერთი არის რომ ავტორიტეტი შევქნათ და გავიდეთ საერთაშორისო ასპარეზზე ყველა სახით. მეორეო ეს იყოს იმდენად მყარი რომ შიდა მიწისძვრებმა ამას არაფერი დაუზიანონ და საძირკველი არ მოურყიან. აი უკვე 70-იან წლებში უკვე დავიწყებდით სერიოზულად საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას როგორც ძლიერი ქვეყანა. რაღაცა სპეციალიზაციით ვიქნებოდით გამორჩეული. შეიძლება რამდენიმე. თქვათ, შეიძლება გქონოდა, არ არის გამორიცხული, რომ ტექნოლოგიური წარმოება ქონოდა, იმიტომ რომ ამის პოტენციალი იყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, მანქანათმშენებლობის პოტენციალიც ჰქონდა, ელემენტები იყო ჩვენთან საქართველოში ამასთან დაკავშირებით. შეიძლება ამ ტექნოლოგიებში, ძიმე ინდუსტრიაში ქონოდა რაღაც მიღწევები, არ არის გამორიცხული საკუთარი ქართული წარმოების ავტომობილებიც ყოფილიყო და მოგვიანებით რა თქმა უნდა, როდესაც არის პლატფორმა, როდესაც არის ბიზნესი აწყობილი, ეკონომიკური ინფრასტრუქტურა აწყობილი, მერე უკვე რაღაცა ახალის დანერგვა უკვე მარტივია. არ არის გამორიცხული 80-იანებში დაგვეწყო უკვე მაგალითად მაღალ ტექნოლოგიებზე მუშაობა. ესეც აი დღეს ხო უცნაურად გვეჩვენება რომ ამბობთ ხოლმე რომ ჩვენ არ გამოგვდის ეს ჩვენი საქმე არ არის მას ჭირდება დისციპლინა, სკრუპულოზულობა, ესეთი ხასიათი და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული რომ ტექნოლოგიებიც ყოფილიყო ჩვენი ერთ-ერთი კოზირი იმისა რომ თქვათ ექსპორტი ქონოდა და ქონდა შიდა წარმოება და სამუშაო ადგილები, ხო? იმ დონეზე რომ რა თქმა უნდა მაგ დროიდან უკვე ჩვენთანაც დაიწყებდნენ საზღვარგარეთიდან მოსვლას და მუშაობას, როგორც განვითარებულ ქვეყანაში, ხო? სხვა განვითარებულ ქვეყანაში. უცხო, თქვათ აზიელები, ინდოელები, შეიძლება ჩინელები შეიძლება ყოფილიყო იაფი მუშახელი ჩვენთვის, ისე როგორც დღეს სხვაგან ხდება, ხო, სხვა ევროპულ განვითარებულ ქვეყნებში. ანუ ამ თავარი აი ხა აქ რასაც საუბრობ, ამ ჰიპოთეზის აზრი რაში მდგომარეობს, რომ ამ მთელი ამ 40-50 წლის განმავლობაში, ანუ იმ 20-იანი წლებიდან დაწყებული, ხო? გვექნებოდა, რა თქმა უნდა, პრობლემები, უპრობლემოდ ვერ ვიქნებოდით, განსაკუთრებით მეზობლებ. თავიდან შიდა პრობლემები, შემდეგ მეზობლებთან, მაგრამ რომ არ ვიქნებოდით მონა სახელმწიფო, ეს მოგცემდა იმის საშუალებას, რომ ჩვენ აუცილებლად განვითარებულიყავით და დღეს ყოფილიყავით, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გამომდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან ამ რეგიონში. მოგვიანებით შეიძლება გაჩენილიყო კონფლიქტი ასევე რუსეთთანაც, რა თქმა უნდა, როგორც სხვა დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან.
როგორც არა იმპერიასთან, როგორც რაღაც ფედერაციულ წარმონაქმნთან, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს პრობლემები იგივე დონისა იქნებოდა, რაც მაგალითად აზერებთან, სომხებთან, ან თურქებთან, ხო, იგივე დონის იქნებოდა. შეიძლება რაღაც დავაყოფილიყო წვრილმანი, შეიძლება ეკონომიკური შეუთანხმებლობა, ბიზნეს კომუნიკაციაში შეუთანხმებლობა და ასე შემდეგ, ხო? ამ დონის პრობლემები რა თქმა უნდა იქნებოდა. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რაც ჩემი აზრით ვფიქრობ, რამდენად ჩაერთვებოდა საქართველო ომში, რამე ომში. მეორე მსოფლიო ომს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ გადავწყვეტდით, რა სახით ქონდა კომუნიკაცია და ვისთვის დაგვეჭირა ხარი, ან საერთოდ მიგვეღო თუ არა მონაწილეობა ამ ომში. ჩვენ პიროვნული ურთიერთობა გვექნებოდა გერმანიას. ეხლა რა სახის იქნებოდა და როგორი, ეს სხვა თემაა უკვე. მეორე მსოფლიო ომის განშტოებას არ განვიხილავ. მაგ იმას გულისხმობ, რაც მოყვები, იმას გულისხმობ, რომ შეიძლება გერმანიას რაღაც პრეტენზიები ქონოდა, რამდენიმე ქვეყანა დაეპყრო და გაჩერებულიყო. ამ ვერსიას განვიხილავ რა. მეორე მსოფლიო ომი აი ამ პირობებში, საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში, მეორე მსოფლიო ომის გერმანიის ეს პრეტენზიების ასეთი სახით გამოვლინება, ხო? უკვე სხვა განშტოება, სხვა მიმართულებაა. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა ასეთ სიტუაციაში და რაღაცა იძულებული არ იქნებოდა, რომ როგორც ვიცი, ქართველებმა ყველაზე მეტი ადამიანი შევწირეთ ყოფილ საბჭოთა კავშირში ამ ომს რა. თანაც ეს იძულებით, ხო, ეხლა ძალიან ბევრი მიდიოდა, რომელიც სულაც არ ფიქრობდა, რომ სამშობლოს იბრძოდა, რაღაცა იძულებული იყო და იმიტომ იბრძოდა რა. ანუ აქ სწორად გამიგეთ, ეხლა საუბარი მაქვს იმაზე, რომ სულაც არ იყო ფაშიზმი, რაიმე დადებითის მატარებელი, არაფერი მაგას დადებითი არ ქონდა. რა თქმა უნდა, იმ იდეოლოგიას, რაც ის ატარებდა, არ შეიძლება კაცობრიობაში ეს იდეოლოგია გატარდეს საერთოდ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ პირობებში ამ ჰიპოთეტურ ისტორიაში საქართველო უფრო თავის არჩევანს გააკეთებდა, შეიძლება რაღაც წვლილი შეეტანა, დახმარებოდა იმ რაღაცა კოალიციებს, რომელიც სოფლიო მასშტაბით შეიქმნა ფაშიზმის წინააღმდეგ, რაღაც დონით ეკონომიურად, ან აი როგორც დღეს ხდება, ხო, ჩვენი ჯარისკაცები, რომ ნატოს ჯარებში მონაწილეობას იღებენ და ამავდროულად რაღაცა ჯგუფები გაეგზავნათ, როგორც დამხმარე. თუ რა თქმა უნდა, ეს ომი ჩვენს საზღვრებს არ მოადგებოდა და პირდაპირ ომის რეჟიმში არ გადავიდოდით. ხო, ანუ კიდევ ბოლოს რა ითაც დავიწყე, იმით დავამთავრებ, რომ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს. ის აზრი აქვს, რომ დღეს დაახლოებით იმ სიტუაციაში ვართ, ჩვენ უნდა დავაფასოთ ის, რომ მონურ მდგომარეობაში არ ვართ, აი ესეთ როგორც საბჭოთა კავშირში და ყველანაირი პროცესი თავიდანვე უნდა აღმოვფხრათ, რაც ისევ იქითკენ მიგვაქანებს. ანუ რაც მოყვევი, ეს რას ნიშნავს, რომ აი მაგალითად შეიძლება ვიღაცებს ეგონოთ, რომ აი 10 წელიწადში არ გამოგვივიდა ამ დონემდე მისვლა და მორჩა ჩვენ არ შეგვიძლია. ეს ისულელია, რა თქმა უნდა. ანუ ხო ხდებით, ჩვენ არ ვართ კი ბატონო ისერი, რომ 10 წელიწადში თავს გადავახტეთ და საათი დავაყენოთ შუა მოედანზე და თქვათ, რომ აი აქედან აქამდე ამ დონეს მივაღწევთ ეკონომიკურ განვითარებას, აქედან აქამდე ამ დონეს და ერთ-ერთში შევასრულოთ ყველა ეს გეგმა, ხო? მაგრამ სამაგიეროდ ბუნებრივად ვითარდებით და სამაგიეროდ ვითარდებით. ანუ ამას სჭირდება რაღაცა დრო და უცებ ხელი ჩაიქნიო იმაზე, რომ რახანი მათ წელიწადში მყარი საფუძველი არ შევქმნით და ამ დროს მოდი ისე მონები გავხდეთ, რა თქმა უნდა, არასორი გადაწყვეტილებაა. ხო, ამას სჭირდება ეს გამოწვევები, რაც ამ ჰიპოთეტურ ისტორიაში რაც მოყევი. ეს გამოწვევები, რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში იქნება. იქაც იქნებოდა და აქაც იქნება, ხო? მაგრამ ამას სჭირდება დრო, რომ იმისათვის, რომ ესენიც გადავლახოთ და რაღაც ეტაპზე გავიდეთ, შემდეგ დონეზე ავიდეთ, შემდეგ ლეველზე ავიდეთ, რომ შემდეგ საფეხურზე ავიდეთ, რომ კონდეს მყარი საყრდენი განვითარების, ხო? ამაზეა საუბარი. ფარდობითი მიმართება იმ სიტუაციასთან, რაც დღეს გვაქვს და რა შეიძლება და როგორ შეიძლება იყოს. ამის ნიშანს, ამის ვექტორს, მიმართულებას გვაძლევს სწორედ აი ეს ჰიპოთეტური ისტორია საქართველოს შესახებ. ბევრი რამის მოფიქრება შეიძლებოდა ასეთ შემთხვევაში, რა შეიძლება ყოფილიყო, როგორ განვითარდა, მაგრამ რა თქმა უნდა როგორ განვითარებულიყო და რა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ფანტაზიის საქმეა და იმის საქმეა, რომ რა ვერსიებს განვიხილავთ ასევე დანარჩენი მსოფლიოს განვითარების, ხო? იმისათვის, რომ საქართველოს რაიმე პრეტენზიები კონდეს კონფლიქტში შესვლისა, ან თუნდაც ნეიტრალიტეტისა, ამისათვის საჭიროა, რომ ჯერ ის მყარად იდგეს, მყარი ინფრასტრუქტურა ქონდეს ყველა მიმართულებით, გინდა ეკონომიკაში, გინდა შიდა პოლიტიკაში, ტერიტორიებზე, სამხედროს მიმართულებით. ხოლო ამის შემდეგ შეიძლება განაცხადო
თუნდაც ნეიტრალიტეტზე პრეტენზია, ხო? ამაზე მე ერთი ვიდეო მეუძღვენი და ვისაუბრე და იქ გასაგებად მაქვს ეს ყველაფერი, რა კავშირშია საქართველოს ნეიტრალიტეტთან და რა თქმა უნდა იმ აზერზე ვჩები. იმიტომ რომ ძალიან მარტივი და ადვილი გასაგებია რა, რაც იქ ვილაპარაკე. პრინციპში ახლა ეს თემა, რასაც მე ამ ვიდეოში განვიხილავ, ხო? უფრო პროფესიონალი ისტორიკოსების საქმეა. და რა ვიცი, მე არ შემხედრია არსად მსგავსი რაღაც, რომ აი ესე რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა და ამის დეტალური განხილვა. რატომ არის უფრო პროფესიონალების საქმე? იმიტომ რომ იციან მათ ისტორიული კონტექსტები, იციან მათ ისეთი მოვლენების შესახებ, რაც დიდ გავლენას ახდენს, ამინდს ქმნის მსოფლიო პოლიტიკაში და რაღაცებს უფრო მეტად გაითვალისწინებდნენ. თუმცა ისიც ვიცით, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული პეპლის ეფექტი, რომელიც ხანდახან რაღაცებს ისეთ ცვლის, რომლის გათვალისწინებაც ექსპერტსაც არ შეუძლია. პრინციპში კარგი იქნება, რომ მსგავსი რაღაც იყოს, თქვათ, ისტორიკოსების მხრიდან, რომ ეს როგორც აქაც აღნიშნე, ასე ვთქვათ, შემეცნებითი ხასიათის იქნება და რაღაცებში მიმართულებას მოგცემს. ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ვართ სოციუმი და სოციუმისთვის ასეთი ტიპის კონცეპტებს დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ერთი ინდივიდისგან განსხვავებით სოციუმი არსებობს, ხო, მუდმივად და შეუძლია რომ რაღაცები შეცვალოს გამომდინარე ამ ჰიპოთეტური ისტორიებიდან. კარგით, სულ ეს იყო. გმადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.